შენი აზრით, შენ საქართველოსთან რა ჩაიტანე ამ დიდ თამაშში? შენ რისი კონტრიბუცია გააკეთე? აი ამ ყველა ყველაფერი არ ხდება ხა. შენ რადგანაც ამ ელიტაში მოხვდი, ესე იგი მოსახვედრი. ეცი რა მე ჯერ ერთი რაღაც ისაშარა, როცა ადამიანს ძალიან უნდა რაღაცა, ხო? და ამისთვის იბრძვის ყოველდღიურად, შრომობს ყოველდღიურად. მას შრომაზე იმედი მაქვს საუბრის განმავლობაში მოგვიწე საუბარია. იცი რა ძალიან ხშირად მესმის ხალხი ბევრი ყველა მიცის რომ უნდა იშრომო ხო მაგრამ ძალიან ბევრი მარიცის თუ ნამდვილი შრომა არ არის. ოკეი. ძალიან ბევრს გონია რომ შრომობს, მაგრამ არ არის ის საკმარისი, იმიტომ რომ იმ ხელა კონკურენცია არის, როცა აი ელიტაზე საუბრობ. იქ მოსახვედრად იმ ხელა კონკურენცია არის, რომ ბევრმა ნამდვილი შრომის ფასი არის. ამ hard work-ია. კი. არ მარტო hard work-ი, არამედ გვიანური hard work-იც. შეგიძლია ცოტა მეტი ამის. კი, რა თქმა უნდა. ხშირად სმენია მშობლებისგან, რომ ჩემი შვილი 24 საათი დარბაზშია. ოკეი. ისე უყვარს კალათბურთი და იმდეს ვარჯიშობს. ეს არაფრის ხმელი არ არის ჩემთვის. იმიტომ რომ ნამდვილი ვარჯიში, აი ნამდვილი შრომა არის ის, რომ სახში მოდიხარ, ყველაფერს ტოვებ მოედანზე აბსოლუტურად და არც საუბრის თავი არ გაქვს. მე ძალიან დაღლილი ხარ. ისე გამოწურული. ხო, გამოწურული. ყველაფერს ტოვებ იქ. მე უცბად აღდგენა ხდება, მეორე დღეს მიდიხარ და არ გბეზდება ეს ვარჯიში. ვარჯიში გიყვარს, შრომა გიყვარს. იმიტომ კი არ ვარჯიშობ, რომ ვიღაცამ გითხრა. შენ პოდკასტს უსმინე და ვიღაცამ ინსპირაცია მიიღო აქედან. არამედ შრომა უნდა გიყვარდეს, უნდა აფასებდე და სწორედაც ჭკვიანური შრომა.